ქალაქი რომი ერთ დროს სრულიად ევროპის დედაქალაქად და კულტურის კერად იყო მიჩნეული და არც თუ ისე უსაფუძვლო. მრავალი საუკუნე გავიდა, მაგრამ ქალაქი პოზიციების დათმობას არ აპირებს და გამოთქმა ყველა გზა რომში მიდისო, ისევ აქტუალურად რჩება. რომს 2025 წლის გვიან შემოდგომას ვესტუმრეთ და ჩვენს გამომწერებს მალევე გავუზიარეთ შედარებით მოკლე ვიდეო, სადაც ვაჩვენეთ ის ადგილები, რომლებიც ყველას გვახსოვს საკულტო ფილმიდან რომაული არდადეგები. ახლა კი როგორც წინა ვიდეოს ბოლოს დაგკვირდით, გაჩვენებთ ყველა იმ ადგილს, რაც აუცილებლად უნდა ნახოს ტურისტმა რომში ჩამოსვლისას. ვიდეო იქნება ერთგვარი მგზავრკლები და სასარგებლო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პირველად აპირებს იტალიის დედაქალაქის დათვალიერებას. დავიწყოთ. ჩამოფრინდით რომის აეროპორტში. ეხლა უნდა მოვძებნოთ ჩვენი სასტუმრო. დაახლოებით 9 საათის გზა არის. ჩავიდეთ ტერმინიზე, საიდანაც უნდა გავყიდოთ მეტროს და შემდეგ ავტობუსს, რომ მივიდეთ სასტუმროში. ეს გამოსასვლელთან იყო ბილეთების სალარი, სადაც შემოგთავაზეს მატარებლის ბილეთი 22 ევროთ. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ წავიდეთ ავტობუსის გაჩერებამდე, სადაც უფრო ნაკლებ თანხად არის ბილეთები. აი ტერმინიზე შეგიძლიათ გავყიდოთ ავტობუსს. ფაქტობრივად ყოველ 15 წუთში გადის. ძალიან მარტივი ყოფილა აეროპორტიდან ავტობუსში გადმოჯდომა და ტერმინიზე წასვლა. 25 ევროს ნაცვლად ან 2 ევრო გადავიხადეთ 18 ევრო. და ახლა წავართ ტერმინიზე, საიდანაც გავიდეთ მეტროში და წავიდეთ ჩვენს სასტუმროში. იმხელა რომის მეტროპოლიტენი, რომ სადგურიდან სადგურამდე გაჩერებიდან გაჩერებამდე მისვლას ძალიან დიდი დრო დაჭირდა. მარტივია ბილეთების ყიდვა, ასეთ აპარატზე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები. დავაყენებთ ინგლისურ ენაზე, შემდგომ შეგვიძლია ავირჩიოთ ბარათის დამუხტვა. ავირჩიოთ შესაბამის თანხას, რაც გვჭირდება. ახლა გვეუბნება, რომ უნდა განვათავსოთ ბარათი. აი ესეთი ბარათი შეიძლება გვაძლევს თვითონ აპარატი ებჯერადად, შემდგომ შეგიძლია იგივე ბარათი გამოიყენო და რამდენჯერმე ჩამოხდა. ჩვენ ახლა ავიღეთ 7 დღიანი, რომელშიც გადავიხადეთ 29 ევრო. მარიგამ პირველად გასინჯა იტალიური პიცა და როგორია მარიგა იტალიური პიცა? სამგემრიელი და მოსხონები. მოვედით ჩვენ სასტუმროში. დაღლილები ვართ, დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ. ხვალ დიდი გეგმები გვაქვს და მოდით ხვალ გავხადოთ. გათენდა რომში მომდევნო დღე, ჩვენ ახლა ვართ კოლიზეუმთან, ჩემს უკან არის ეს ისტორიული და გრანდიოზული შენობა და ახლა დავათვალიერებთ კოლიზეუმს. წავიდეთ. კოლოსეო, ასე უწოდებდნენ მას იტალიელები, რაც თავის მხრივ ძველი ბერძნულიდანაა და დიდ ქანდაკებას ან გიგანტს ნიშნავს. სახელი მოდის ნერონის კოლოსალური ქანდაკებიდან, რომელიც ამფითეატრთან დაიდგა 120-იან წლებში იმპერატორ ადრიანეს მიერ. რომის ელიფსური ამფითეატრი იმპერატორ ვესპასიანეს პერიოდში დაიწყეს, კერძოდ 72 წელს და დაასრულეს 80 წელს ჩვენი წელთაღრიცხვისა, იმპერატორ ტიტუსის მმართველობისას. სწორედ მას ხვდა წილად ამფითეატრის გახსნის პატივი. კოლიზეუმი აგებულია ტრავერტინის კირქვისგან, ტუფისგან და რომაული აგურისგან. სხვადასხვა დროს ის იტევდა 50,000-დან 80,000 მაყურებლამდე. იმართებოდა გლადიატორთა შეჯიბრებები, თანახაობები ნადირობის, სიკვდილით დასჯის, ცნობილი ბრძოლების რეკონსტრუქციისა და საზღვაო ბრძოლების შესახებაც. ადრეულ შუა საუკუნეებში იყენებდნენ საცხოვრებლად, სახელოსნოებისთვის, ციხესიმაგრედ და ქვის კარიერებადაც კი. დიახ, შენობა მხოლოდ მიწისძვრებს არ დაუზიანებია. საუკუნეების მანძილზე კოლიზეუმის ნანგრევები რომის მასშტაბით სასახლეებისა და ეკლესიების სამშენებლო მასალების წყარო იყო. ამბობენ, რომ კოლიზეუმის ქვები გამოყენებულია წმინდა პეტრეს ბაზილიკაშიც კი, რომელიც ვატიკანში მდებარეობს. ამ პროცესის აღკვეთა მე-18 საუკუნეში პაპმა ბენედიქტ მე-14-მ აღასრულა. მას შემდეგ, რაც კოლიზეუმის შენარჩუნების შესახებ ბრძანებულება გამოსცა. კოლიზეუმი ახალი მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთია. არსებობს მოსაზრება, რომ აქ 400,000 ადამიანი და მილიონზე მეტი ცხოველია დაღუპული. ეს არის კოლიზეუმის უკანა მხარეს ხედი და აქედან სხვანაირია, უფრო ნაკლები კუთხეებია. და ამდენი რამეა განახია თავრობას და წარმოდგენაც კი
სასიამოვნო ჟუანტეს მოგვიწაში, რომ აი ხელა ისტორიას, ხელა საუკუნოვან კულტურას, აი შენ თვალით უყურებ, ნახავთ უამრავი ფილმი, ამერხავს უამრავი ისტორია, აქამდე ყველაფერი ლეგენდას და რაღაც ისე უზომელად წარმოედგინა და ახლა უკვე საშუალებაა რომ საკუთარი გულით და სულით შეიგრძნო. ჩემს უკან არის ტრიუმფალური თაღი, რომელსაც ქვია კონსტანტინეს თაღი, მიეძღვნა კონსტანტინე დიდის რომის იმპერატორს, მისი გამარჯვების აღსანიშნავად 312 წელს. თაღი, როგორც ისტორიული წყაროები გვეუბნებიან, აშენდა 315 წელს, აშენდა მთლიანად აგურით და მოპირკეთებულია მარმარილოთი. შენობაზე არის ბარელიეფები, მისი სიმაღლეა 21 მეტრი, ხოლო სიგანი 29 მეტრი. ეს ითვლება ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ქალაქ რომში. ჩვენ ახლა ვიყურებით ანტიკური ქალაქის გულში, სადაც საუკუნეების მანძილზე ძგერდა ევროპული კულტურა. ეხლა მივდივართ კიბეებით ზემოთ, საიდანაც ჩანს კოლიზეუმის ხედი და უნდა გადავიღოთ სურათები. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ამოხვიდეთ და გადაიღოთ კოლიზეუმის ხედით ფოტო. ამ კიბეებზე ამოუსვლელად და კოლიზეუმის ამ ხედის უნახავად რომიდან წახვალთ. სტრატეგიული ადგილი შეურჩევია გოგონას. კი ვიწავიდა კოლიზეუმის შორი ხედის გადასაღებად. რომში ყველაფერი სანახავია. ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ჩიხში თუ პატარა შესასვლელში აღმოაჩენ რაღაც ისეთს, რასაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. თუ დიდი ხნით ხარ რომში, შეგიძლია ეს ყველაფერი დაათვალიერო და დიდი სიამოვნება მიიღო. თუ რამოდენიმე დღით ხარ, მაშინ გიწევს დაკმაყოფილება იმ ადგილების, რაც ტურისტულ ბაზებში მნიშვნელოვანი სანახავად არის აღნიშნული. რომი არ არის ძალიან სუფთა ქალაქი. ასევე შეხვდებით ბევრ ჩაბნელებულ ქუჩას. შეხვდებით ჩიხებს, სადაც არც თუ ისე სასიამოვნო სუნიდის. თუმცა ეს აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. ძალიან ლამაზი ხალხია იტალიელები და განსაკუთრებით მამაკაცები არიან ძალიან ლამაზები. არ არიან ძალიან მაღლები, როგორც ჩეხეთში, მაგრამ თუნდაც ძალიან სიმპათიურები არიან ქალებიც და კაცებიც. კივი. კაი არა ვეტამინახა. რომელიც აქ ჩამოვждარა და ისვენებს რომის ცენტრში. წავალთ რომაული ფორუმისკენ. აი გავაგრძელებთ რომის დათვალიერებას. ბალახი არ გადახვიდეთ. მაგრამ ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. აგერ ჯიგარი დაბოდიალობს შუა გაზონზე და გაზონის ახლა ისეთი არ არის. მაინც ამას მოვლილი რომ დაგენანოს და ფეხთარია რომ აი მარიკა აქტიურად ეხმარება ტურისტს გადაუღოს სურათი და კივი არის ახლა ყველაზე ბედნიერი, რადგან თავის ფოტოაპარატში აღბეჭდავს ანტიკური ეპოქის ძეგლებს. ახლოს არის ამოსახული რუკები რომის იმპერიის, თუ როგორ ფართოვდებოდა იმპერია სხვადასხვა წლებში. ამ რუკაზე ხედავთ დაწერას არმენია, თუმცა იმის ზემოთ იბერია არ აწერია, საფუძვლად რატომღაც ასე გადაწყვეტეს. ამ რუკის შემქმნელებმა რომ იბერია დაიგნორეს. აი ბოლო რუკაზე თუ გადავინაცვლებთ, აწერია ისევ არმენია და ზემოთ კავკასო. ფარსმანქველი თანასწორუფლებიანი პარტნიორი იყო ანტონიუს პიუსის და მის საპატივსაცემად რომში ძეგლიც კი დაიდგა. ვაი, რა მაგარი.
თუ გესმით გალობა ისმის ქრისტე აღდგამუტრეთით მელოდია. ეს არის რომაული ფორუმი, სადაც შესვლა ხდება ბილეთებით. ბილეთები შეგიძლიათ კოლიზეუმთან, ამ ბილეთებში შედის როგორც კოლიზეუმის ნახვა, ასევე რომაული ფორუმის დათვალიერებაც. რომის ფორუმი იყო ძველი რომის პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ცენტრი. მდებარეობს კოლიზეუმთან ახლოს. აქ არის ანტიკური ხანის შენობების ნაშთები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქალაქის პოლიტიკურ, სამართლებრივ, რელიგიურ და ეკონომიკურ ცენტრს. გვიან ანტიკურ ხანაში რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ფორუმის ტერიტორია ძარცვის ობიექტად იქცა. აქ კარგად მოჩანს ძველი საკანალიზაციო სისტემა. მე-16 საუკუნეში ნანგრევებითა და მიწით იყო დაფარული, უკვე საძოვრებად გამოიყენებოდა. საბოლოოდ ტერიტორია გათხარეს არქეოლოგიური შესწავლის მიზნით. დღეს მისი ნახვა ამ ფორმითაა შესაძლებელი. პიეცა ვენეცია. ამ მოედანზე იკვეთება რომის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩა. მოედანს სახელი ჰქვია პალაცო ვენეციის, იგივე ვენეციის სასახლის გამო, რომელიც აქ მე-15 საუკუნეში ააგო ვენეციელმა კარდინალმა პიეტრო ბარბომ და შენობა რომში ვენეციის რესპუბლიკის საელჩოს ფუნქციას ასრულებდა. პალაცო ვენეციას აევნიდან მილიონიან მასებს მიმართავდა იტალიის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი. აქედან აცხადებდა ის თავის გადაწყვეტილებებს. პიეცა ვენეციაზეა უზარმაზარი თეთრი მარმარილოს ნაგებობა, რომელიც აგებულია მე-19-მე-20 საუკუნეებში იტალიის პირველი მეფის და გამაერთიანებლის ვიტორიო ემანუელე მეორის საპატივცემულოდ. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის. რომაელებს ეს ნაგებობა ძალიან უყვართ, ან ვერ იტანენ. ისინი ძეგლს დასცენიან, ამბობენ რომ ის ქორწილის ტორტს ან საბეჭდ მანქანას გავს. ცხენი. ეს არის ცხენი. აბა ის არის ცხენი. ბაზილიკა სანტა მარია ინ არაჩელი, რაც ნიშნავს წმინდა მარიამის ზეთის საკურთხეველში. დღეს ნახავთ თუ როგორ ამოდიან აქ ტურისტები ფეხშიშველი. ბევრი კი ერთმანეთს ეჯიბრება კიბეზე შეუსვენებლად არბენაში. ჩვენ 120 საფეხური დავთვალეთ. თუ თქვენ დაგითვლეთ და სხვა ციფრი მიიღეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში. ეს არის ტაძარი, რომელიც ტურისტებს ხშირად თვალთახედვის არედან რჩებათ. ტაძარი მდებარეობს პიეცა ვენეციასთან, კაპიტოლიუმის ბორცვზე. მისი მშენებლობა 574 წელსაა დაწყებული და საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა საეკლესიო ორდენების მფლობელობაში გადადიოდა. ტაძრამდე მისასვლელად მარმარილოს კიბეზე ასვლა მოგიწევთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თამბეჭდავი ელემენტია. ის აშენდა 1358 წელს. მასზე მუხლებზე დამდგარი ასვლა გაწმენდის რიტუალად ითვლებოდა. გამორჩეულად ლამაზია ტაძრის ოქროსფერი ჭერი, მოზაიკები და ფრესკები. ტაძრიდან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები. გავემართეთ კაპიტოლიუმის მუზეუმისკენ. შესვლა 15 ევრო დაგიჯდებათ. ბილეთებს მუზეუმის შესასვლელში შეიძენთ. მუზეუმი დაარსდა 1471 წელს და ითვლება მსოფლიოს პირველ საჯარო მუზეუმად. მუზეუმის ეზოს დიზაინი, რომელიც დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი, ეკუთვნის თავად მიქელანჯელოს, რომლის გადაწყვეტილებით ეზოში დაიდგა რომის დიდებული იმპერატორის მარკუს ავრელიუსის ცხენოსანი ქანდაკება, რომელიც დღეს ასლითაა ჩანაცვლებული. მისი ბრინჯაოს ორიგინალი კი მუზეუმის შიდა სივრცეშია დაცული და თარიღდება 176 წლით. აქ მოხდა ის, რომ გივის ტელეფონი ბოლომდე დაჯდა და მხოლოდ რამოდენიმე წუთის გადაღება შეძლო. თუმცა ჩემი ტელეფონი იყო ჯერ კიდევ 10%-ზე და რამოდენიმე კადრი მოვასწარე.
მუზეუმში ინახება დიდგვაროვანი ოჯახების უძველესი ქანდაკებების კოლექციები. გარდა ამისა, ფილოსოფოსებისა და რომაელი იმპერატორების ბიუსტების კოლექციები, მითოლოგიური პერსონაჟების ქანდაკებები. მუზეუმში ნახავთ კარავაჯოს, გვიდო რენისა და პიეტრო კორტონას ნახატებს. მუზეუმის მთავარი ექსპონატია რომის ერთ-ერთი სიმბოლო, კაპიტოლიუმის მგელის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც რომის დაარსების ლეგენდის სცენას ასახავს. სუმგელი ქალაქის დამაარსებლებს, რომულუსსა და რემუს ძუძუს აწოვებს. ეკლიანი ბიჭი, იგივე სპინარიო, რომელსაც ძველ რომაულ ელინისტურ სტილს მიაკუთვნებენ. ეს ერთ-ერთი პირველი ქანდაკებაა ისტორიაში, სადაც ჩანს ადამიანის ცხოვრებისეული მომენტი. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატებია იმპერატორ კონსტანტინე დიდის გრანდიოზული კოლოსისაგან შემორჩენილი ნაწილები: თავი, ხელი, ფეხები და მუხლი. ისინი ცალ-ცალკეც იმდენად დიდია, რომ ადამიანი მათ გვერდით პატარა ჩანს. ქანდაკება მთლიანად მარმარილოსი იყო, სიმაღლით 13 მეტრამდე, ტანისა და ფეხების ნაწილს ფარავდა მოოქროვილი ბრინჯაოს ფურცლები. თარიღდება მე-4 საუკუნით. 2024 წელს მუზეუმთან ახლოს ვილა კაფარილის ბაღში დაიდგა კოლოსის ასლი, რომელიც ორიგინალის ზუსტი რეკონსტრუქციაა. ასლი აღებულია 3D მოდელირებით და შექმნილია ზომების ზუსტი დაცვით. კოლოსის ვიდეო ვეღარ გადავიღეთ, თუმცა ფოტოაპარატი იყო ცოცხალი და რამოდენიმე კადრი დავაფიქსირეთ. ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ. გამოვიართ სუპერმარკეტში, აი ეს ორი პარკი მოვიტანეთ. რა ვიცი, რას გადავიხდით ამ პარკში, ნუ არაფერი ისეთი ჩვეულებრივი სურსათის არის სავსე. აქ არის ქვითარი, სადაც 18 სხვადასხვა დასახელების პროდუქტია შესული და სულ ჯამში აი ამ ორი პარკის ფასი არის 30 ევრო. აი ხლა ეს 30 ევრო უნდა ჩავთვალოთ როგორც 30 ლარი, იმიტომ რომ აქ ადამიანები ევროში იღებენ ხელფასს და არ იღებენ ლარში და ამიტომ, როდესაც ევროპაში მოგზაურობ, ყველაფრის ფასებს ლარში ვერ გადაიღებ. თან პასტას ვაკეთებთ იტალიაში ვარ და რა უნდა ვქნათ და თან ჩვენ არხზე რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ფეხბურთის არქივი ფეოლას უყურებთ და კიდევ ბევრი არხი საღამოს ჩვენ სახლთან მდებარე უბანში გავისეირნეთ და ვერ შევძელით არ შევჩერებულიყავით ტოტალიზატორთან, სადაც უბნელები თავიანთი ქალაქის გუნდს რომას გულშემატკივრებდნენ. მიდის სანახავად. ფეხბურთის გაგებაშიც რომ არ იყოთ იტალიელ ფანატებთან ერთად თამაშის ყურება, მაინც დიდ სიამოვნებას მოგვიგო. ჩვენც ჩამოვდექით და რომ არაფერი წყენოდათ, რომაელ ტიფოზებად ვიქეცით. დაი რagazzi, დაი. ეხლა არის UEFA-ს თასის თამაში, რომა ვიქტორია პლზენი 2 თვეს აგებს რომას სახლში და დაინიშნა 11 მეტრიანი პლზენის კარში დიბალა ასრულებს, მაგრამ ამ თავარია ადგილობრივი გულშემატკივრის რეაქციები. ახლა ჩვენ ვართ რომში, აი აქ რამოდენიმე კილომეტრში ოლიმპიკოზე გადის ეს თამაში, ხოლო ადგილობრივი უბნელები უყურებენ აქ ტოტალიზატორის მსგავს. აიტანა 2-1. შედიდი გოლი. ტირო, ხო იცი რა. ამ დღეს ერთი ცუდი ამბავი შეგვემთხვა. მიკროფონი გატყდა და ამის გამო ყველა შემდგომი ჩაწერილი ხმა უხარისხოა. რომას და ლაციოს მაღაზია. ჩემი საყვარელი გუნდის ინტერის საკარი ფორცა ინტერ. წინაშეა რომის ოლიმპიური სტადიონი. მოვედით სტადიონ ოლიმპიკოს სანახავად. თუმცა წინასწარ არ ნახაგები რა თქმა უნდა და კაციშვილი არა, უკაცრიელია, გუშინ იყო თამაში რომას თამაშდა რომამ წააგვა, გუშინ უნდა მოვსულიყავით და აქ ვნახავდით ნამდვილ იტალიურ გარემოს და იტალიურ გულშემატკივრობას. ჩემს უკან არის რომის ოლიმპიური სტადიონი. ჩვენ ახლა ასე მოედანზე ვართ, სადაც არის სხვადასხვა სპორტული ნაგებობები, მთავარი ნაგებობა არის რომის ოლიმპიური სტადიონი. რაც შეეხება რომის სტადიონზე შესვლას.
ვითხრეს რომ 5 საათს შესაძლებელია შესვლა ადგილობრივ მუზეუმის დასათვალიერებლად და ძალიან საინტერესო მუზეუმი იქნება, თუმცა სამწუხაროდ როარ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა მუზეუმის ბილეთი მოწამებული და იქ უნდა მივიდეთ და ვერ მოვასწრებთ ამას გაუგებრალად მოხდა. 18.5 ევროების ადგილობრივი ბილეთი და 45 წუთის მანძილზე გრძელდება ოლიმპიკის ტური. აღსანიშნავია ადგილობრივი მუზეუმის ნახვა, შესვლა სტადიონის შიდა სივრცეში და მოკლედ ვისაც გაინტერესებს იტალიური სპორტი, ვისაც გაინტერესებს იტალიური ფეხბურთი, შეგიძლიათ მოკლედ ის სიამოვნების. ბავშვების ეზოში არის წარწერები, სხვა ფენერში ჩატანებული, სადაც წერია ლუიჯი ბუფონს, პაოლო როსის და სხვადასხვა წარწერები და ასევე გარდა ფეხბურთისა, ნებისმიერ სპორტში, ვისაც კი იტალიის სახელი წარმატებით მიუღწევია, აი აქ დატანილი და ზოგადად ეს არის იტალიური სპორტის ოლიმპიური და ზოგადად სპორტის მთავარი ადგილი და საინტერესოა მოკლედ დაათვალეთ ეს ადგილი. პიეტრო მინიას სახელობის სპორტული კომპლექსი. ჩვენ ახლა ვართ სტადიო დე მარმის ტერიტორიაზე, თვითონაც ვართ. ეს არის სპორტული კომპლექსი, რომელსაც ეწოდა იტალიელი სპორტსმენის პიეტრო მენიას სახელი 200 მეტრზე გარბენში ჩემპიონატის გამარჯვებას. დავიკითხე და აქ ფეხბურთის იყო და ახლა დღეს სხვადასხვა სპორტის გამარჯვება მათ შორის როლებისთვის. საფეხბურთო გუნდი რომას ოფიციალური მაღაზია. რომას მაღაზია არის პიაცა კოლონაზე. მაღაზიებში უფრო მეტი და თითქმის 90% არის რომას ნივთები და რომას ატრიბუტიკა. ლაციო ბევრად ნაკლებად. თითქმის არ არის. ლაციოს ატრიბუტიკა ვნახე მხოლოდ რომის ოლიმპიურ სტადიონზე. რომში კაფე სტილში საქართველოში ის დამაინც განსაკუთრებული თითქოს ეს მაკდონალდსი ხო აქ არაფერი. დინარე ტიბრი ქალაქ რომს ყოფს ორ ნაწილად. ქალაქი გაშენებულია დინარის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს. აღმოსავლეთ მხარეს არის ქალაქის მცირე ნაწილი, მათ შორის ვატიკანი. ხოლო დასავლეთ მხარეს არის უფრო მეტი ნაწილი, კოლიზეუმი, სხვადასხვა ისტორიული ნაგებობები. აი ეს არის კუნძული ტიბრი, რომელსაც ორივე მხარეს ჩაუდის დინარე და კუნძულის სახით არის დინარეში დარჩენილი და მასზე გათავსებულია საავადმყოფო, ისეთი ტურისტული და განსაკუთრებით სანახავი ინტერნეტ წყაროებში არაფერი არ არის დაწერილი. ჩვენ კი ამ ხიდის გავლით მივდივართ ადგილისკენ, რომელსაც ქვია სიმართლის ბაგეები. ამ ადგილის შესახებ მე პირველად გავიგე ფილმში რომაული არდადეგები, გენიალური ოდრი ჰეპბერნისა და გრიგორი პეკის მონაწილეობით. ეს არის ბაზილიკა და სანტა მარია ინ კოსმედინ. წმინდა მარია ინ კოსმედინის ბაზილიკაში მდებარეობს წრიული ფირფიტა, რომელზეც გამოსახულია წრიული სახე. ქვის სქე 22 სანტიმეტრია, დიამეტრი 166 სანტიმეტრი. წონა კი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 13 ტონაა. ჩვენ შევიდეთ ბაზარში და დავათვალიეროთ ახალო. ისი თითქოს დარბაზი არ არის მაინც და მაინც განებივრებული სახურავი როგორც ჩანს. დაზიანებული იყო ეს ახალი კონსტრუქცია. დინამიკში ყოველთვის კათოლიკური ტკბილხმოვანი გალობა. ჩასასვლელია სიამოვნებით ჩავიდოდი, მაგრამ დაკეტილია. არაფერი ისეთი განსაკუთრებული აქ. ყველა მოდის სიმართლის ბაგეების სანახავად, იმიტომ რომ სავარაუდოდ ფილმმა გამოიწვია ამ ადგილის ასეთი პოპულარობა. წავიდეთ ახლა და ჩავდგეთ რიგში, სადაც მარიკა უკვე მელოდება. ესეც მარიკა. ეს მარმარილოს ნამუშევარი სხვადასხვა თეორიის საგანია. ფიქრობენ, რომ ქვა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნისა უნდა იყოს. მას
მას მიიჩნევდნენ ძველი ჭის სახურავად ან უბრალოდ მარმარილოს ნაჭრად, რომელიც გამოსახავდა პანი ღვთაების, ტყისა და ნადირობის ღმერთის, ფაუნის ან ოკეანოსის გამოსახულებას. ქანდაკების მრგვალი ფორმა განიხილება როგორც მზის სიმბოლო. სახელწოდება სიმართლის ბაგეები მოდის ხალხური წარმოდგენიდან და უკავშირდება ღვთიურ გამოცდას, რწმენას, რომლის მიხედვითაც ვინც ხელს შეყობს ქანდაკების პირში და ტყუილის მთქმელია, ხელს უკან ვეღარ გამოყოფს. ბაგეებთან მისასვლელად, როცა შენი რიგი დადგება, არ იჯავრო იმაზე, თუ ვინ გადაგიღებს ფოტოს ან ვიდეოს. იქ არის პიროვნება, ვინც ამას უფასოდ აკეთებს, თუმცა მის წინ დგას შეწირულობის ყუთი და სრული შემთხვევაში შეგიძლია თანხა გაიღო. სხვათა შორის, ჩვენ ქართულად მოგვესალმა და ბუნებრივია, რომ ქართველი გვეგონა. თუმცა გვიპასუხა, რომ აქ იმდენი ხალხი მოდის, ყველას ვცნობ გარეგნობით და საუბრითო. დავტესტავთ მედამარი ახლა და ვნახოთ რამდენად სწორად ვიქცევით ქვეყანას. ეხლა მივდივარ ქუჩაზე, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, არის სპეციალური ნამდვილი ვიწრო ქუჩა. იტალიაში როგორც ხედავ, ყველა დიდი და პატარა დადის პატარა მოტოები. და მოხუცი ქარებიც დადიან მოტოები. ჩემი უსნებაა, რომ მოტოციკლი მყავდეს ესეთი პატარა საყვარელი. და ეს ავტომატურად შეეცრება ეს. ხელენა წამოიყვანო მოტო. ახლა იტალიელები საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან და ეს პატარა მანქანები იმიტომ გამოიგონეს, რომ მოარგეს ამ პატარა ქუჩებს, რომელიც მრავლად არის მათ ქვეყანაში. წრევის შადრევანთან მივდივართ, ვითხრეს, რომ საღამოს უფრო ცოტა ხალხია და შევძლებთ ის მონახულებას და ფოტოების გადაღებას. აქ არის უცნაური ნიშანი, დაწერია, რომ არ დაუძახოთ კატებს. რატო არ უნდა დაუძახოთ ამ ადგილზე კატებს არ ვიცი, მაგრამ რაღაც ასეთი ნანგრევები არის. აღარ ვეძებ უკვე რა არის აქ, ყველაფერი ისტორია, ყველაფერი დიდარი წარსულია, ყველაფერი საოცრება, ყველაფერი დამაჯერებელია. პატივცემ ვიყვარს ავე რომა. ეს ჩემია. ამის რომი. შენი ქუჩა. ეს ვიწრო ქუჩა მიდის ტრევის შადრევნამდე, ჩვენ უკვე მივუახლოვდით ადგილს და ახლა გამოჩნდება. მე უკვე ვნახე ეს და უკან დავბრუნდი რომ გადამიღო. აი ეს არის ტრევის შადრევანი. ძალიან ბევრი ტურისტია, მაგრამ როგორც ამობენ, ეს არ არის ბევრი, 3 საათებში უფრო მეტი. ახლა ჩავდგებით რიგში და გადავიღოთ შოუს. შადრევანის სახელწოდების წარმოშობა ანტიკური ხანის რომში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი გზის გადაკვეთის ადგილიდან მოდის.
შადრევნის ისტორია კავშირშია წყლის უბიწო ქალწულის სახელობის წყალსადენის რესტავრაციასთან. ეს მოხდა იმპერატორ ავგუსტუსის ხანაში. წყალი დღემდე მოდის წყალსატარის მეშვეობით, რომელიც 2000 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 20 კილომეტრის სიგრძისაა. წყალი აქ აბანოების მოსამარაგებლად მოიყვანეს. აქ შადრევანი პირველად 1410 წელს აშენდა და სუფთა წყლის ასაღებად გამოიყენებოდა. მე-17 საუკუნეში დაიწყეს მოედნისა და შადრევნის ტრანსფორმაცია, თუმცა პროცესი მრავალ ათწლეულს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე გამოიცვალა მრავალი მოქანდაკე და არქიტექტორი, ასევე პაპი. დაახლოებით 50-წლიანი ქარტეხილის შემდეგ 1762 წელს ნამუშევარი დასრულებულად ჩაითვალა. შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში მრავალი ცნობილი არქიტექტორი და ხელოვანი მუშაობდა. მათგან აღსანიშნავია ჟან ლორენცო ბერნინი, რომელმაც დაიწყო შადრევნის რეაბილიტაციაზე მუშაობა და ასევე პიეტრო ბრაჩი, რომლის დროსაც დასრულდა შადრევანი. აუზის ცენტრში დგას ოკეანოსის იგივე ნეპტუნის ქანდაკება, რომელიც ბრაჩის ეკუთვნის. ტურისტები ტრევის შადრევანში მონეტებს ისვრიან. ამბობენ, რომ ერთი მონეტა რომში დაგაბონა. ორი მონეტა სიყვარულს გაპოვნებთ, რომ თუ 3 მონეტას გაიმეტებ, გაქორწინებით გიქცი. ყოველდღიურად შადრევანში 3000 ევრო ხდება. თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მონეტის ჩაგდების ტრადიცია უკავშირდება ჯან ნაგულესკოს ფილმს 3 მონეტა შადრევანში. იმასაც ამბობენ, რომ მსოფლიოში პირველი შადრევანი, სადაც მონეტის ჩაგდება დაიწყეს, სწორედ ტრევის შადრევანია. დღეს კი ეს ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული. თუმცა რომ ახლა ქალაქია და ამდენი ხალხი ცხოვრობს, ამდენი ტურისტია ჩამოსული, საცობები თითქმის არ არის, მანქანები თავისუფლად დადიან და ავტობუსებიც თავისუფლად გადაადგილდებიან. სან-ჯოვანი არის მეტრო, სადაც აღნიშნულია კიდეც, რომ ქვედა ბაქანი, სადაც მატარებელი მოდის, -26 მეტრის სიღრმეზეა მიწის ზედაპირიდან. აქ აღმოჩენილია როგორც ჩანს მეტროს გათხრებითაც რაღაც ისტორიული ფაქტები, რომლებიც მეტროს სადგურშია გამოფენილი და 23 25 მიწის ზედაპირიდან 26 მეტრის სიღრმეზე. სან-ჯოვანის მეტროს ბაქანი. აქ არის თვითმავალი მეტრო, რომელსაც მემანქანი არ ჭირდება. ეს არის უსაფრთხოების ბარიერი, სანამ მატარებელი არ ჩამოწევა, ბარიერი არ გაიღება. ეს არის ლიფტი, რომელიც მიწის ზედაპირიდან ჩამოდის. იტალიური სიტუაცია. არის წინ, სხედან იტალიელები უჭირათ ხელში თითო ბოკალი ღვინო და დაყანებენ. შემდეგი ლოკაცია ესპანური კიბეები და ესპანეთის მოედანი. დღეს კიბეები ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია რომში. აქ ძირითადად ფოტოების გადასაღებად იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ წესრიგის დამცველები არ გაძლევენ საშუალებას ჩამოჯდა კიბის ტერიტორიაზე, რადგან ხალხმრავლობის გამო კიბეები ძალიან არ გადაიტვირთოს. საჭმლის მირთვევისთვის შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც. 135 საფეხურიანი კიბე ერთმანეთთან აკავშირებს ორ ლოკაციას: ესპანეთის მოედანსა და ფრანგულ ეკლესიას ტრინიტა დეი მონტი. ამბობენ, რომ კიბეებს ზემოდან პეპლის ფრთების ფორმა აქვს, თუმცა მე პირადად ამ მსგავსებას ვერ ვხედავ. კიბეები ინსპირაციაა სახელგანთქმული სამოდელო სახლებისათვის. აქ იღებენ სარეკლამო რგოლებსა და მუსიკალურ კლიპებს, ცნობილ კინოკადრებსაც კი. გაიხსენეთ 2023 წლის ფილმების შეუსრულებელი მისია და Fast X. კიბეების ძირში ესპანეთის მოედნის ცენტრში მდებარეობს ბარკაჩის შადრევანი. ეს არის მოედნის ის ნაწილი, სადაც მდებარეობს ესპანეთის საელჩო. მის წინ დგას უმანკო ჩასახვის სახელობის სვეტი, რომელიც აგებულია 1854 წელს. სვეტის თავზე დგას ღვთისმშობლის ბრინჯაოს ქანდაკება. ქუჩა იწყება ესპანური კიბეებით. ქუჩა არის არქიტექტურის გამორჩეული. ეს ქუჩა მომიდან არსებობს. საუკუნიდან არისტოკრატიული უბანი გახდა. სწორედ ამიტომ არის ალბათ აქ ესეთი არისტოკრატიული მაღაზიები, როგორც არის მაშინ კოკო შანელი და ასე შემდეგ.
შემდეგი გაჩერება პიაცა ნავონა. ახლა ჩვენ ვართ პიაცა ნავონაში. პიაცა ნავონას აქვს ოვალური ფორმა, რადგან აშენდა ძველი რომის სტადიონის სახით, რომელსაც ჰქონდა ოვალური ფორმა. პიაცა ნავონა მე-11 საუკუნეში შეიცვალა თალამაზ და ბაროკოს სტილის შენობად. შუა საუკუნეების ბოლოს მოედანი გამოიყენებოდა ბაზრისთვის. შემდეგ მე-17 საუკუნეში პაპის ინოკენტე მე-10-ის მმართველობისას მოედანი გადაიქცა ბაროკოს სტილის არქიტექტურული შედევრების ცენტრად. პაპმა 1652 წელს მოედანზე დაიწყო წმინდა აგნესის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 20 წლის მანძილზე გაგრძელდა. დღეს ეკლესია ბაროკოს არქიტექტურული სტილის შედევრია და ამშვენებს პიაცა ნავონას. მოედნის ცენტრშია 4 მდინარის შადრევანი. ეს შადრევანიც ბერნინის ნამუშევარია. შადრევნის კონცეფციაა სამყაროს მაშინდელი გაგებით 4 მთავარი მდინარის შერწყმა: ნილოსი აფრიკა, დუნაი ევროპა, განგი აზია და რიო დე ლა პლატა ამერიკა. აქვეა ნეპტუნის შადრევანი, რომელიც მე-16 საუკუნესაა. მე-19 საუკუნეში მოხდა მისი ქანდაკებებით გამდიდრება. დღეს პიაცა ნავონა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ამავდროულად სუფთა და მოწესრიგებული ადგილია რომში. მოედნის განუყოფელი ნაწილია ქუჩის მხატვრები, ცოცხალი მუსიკა, გარე კაფეები და წმინდა იტალიური გარემო. უძველესი რომაული ტაძარი, რომელიც არის 2000 წლის. და დღეს აქ ქრისტიანული ტაძარი ფუნქციონირებს. პანთეონი არის მეორე საუკუნეში აგებული უძველესი რომაული წარმართული ტაძარი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა უზარმაზარი თაღოვანი გუმბათი, რომლის ცენტრში დატოვებულია ღია ხვრელი, საიდანაც სინათლე და წვიმა პირდაპირ შიგნით ჩამოდის. აქ შესვლა უფასოა, თუმცა ძალიან ბევრი ტურისტი აწყდება და დიდი რიგებია. რომში მოგზაურობისას გაითვალისწინე, რომ ესპანური კიბეებიდან ფეხით შეგიძლია გაუყვე კონდოტის ქუჩას პიაცა ნავონამდე და შემდეგ ნავონადან პანთეონამდე. პარლამენტი. აქვე გეტყვით, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვიწეროთ კომენტარები. სან ლუიჯი ფრანცესკის ტაძარი. წმინდა პეტრეს ბაზილიკას და ვატიკანის მუზეუმის შემდეგ უკვე ასეთ რაღაცები უცხო არ არის, თუმცა ძალიან ლამაზია. ეს გალერეაში ღამით მივედით, ჩვენი ბილეთი ჯავშანი იყო 20 საათსა და 30 წუთზე. კარავაჯოს, ბერლინის და სხვა ცნობილი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები და ქანდაკებები გველოდება. გალერეის დათვალიერებამ საათნახევარს გასტანა. აქ დაცულმა ხელოვნების უნიკალურმა ნიმუშებმა წარუშლელი შთაბეჭდილებებით აგვავსო. თითქმის ყველაფერი გადავიღეთ, ამიტომ ბორგეზეს გალერეის შესახებ ჩვენს არხზე ცალკე ვიდეო დაიდება. გამოგვიწერეთ, გააქტიურეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ ამ ულამაზეს ვიდეოს. ბორგეზეს სასახლის გარშემო მდებარეობს ვილა ბორგეზეს ბაღები, რომელიც მრავალ ღირსშესანიშნაობას მოიცავს. გაშენებულია 80 ჰექტარზე. ჩვენთვის, ქართველებისთვის კი უზარმაზარ ტერიტორიაზე აქ ერთი განსაკუთრებული ღირსშესანიშნავი წერტილი. ვილა ბორგეზეს ტერიტორიაზე 2010 წლის 9 აპრილს დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი. ბიუსტის ლოკაცია ადვილად იძებნება Google-ის აპლიკაციაში. სამწუხაროდ ჩვენ ვეღარ მოვასწარით ქანდაკების ნახვა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო ვიზიტისას აუცილებლად მოვინახულებთ. კასტელ სანტ-ანჯელოს სასახლე მდინარე ტიბრის მარჯვენა სანაპიროზეა და მეორე სანაპიროსთან დაკავშირებულია სანტ-ანჯელოს ხიდით. აქ მავზოლეუმის მშენებლობა 135 წელს დაიწყო. 403 წელს კი ტიბრის სანაპირო ბასტიონად გადაკეთდა. ამჟამინდელი სახე ძეგლმა 590 წელს მიიღო.
საუკუნეების მანძილზე ციხე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომის დიდგვაროვან ოჯახებს შორის. მისი სახელწოდება უკავშირდება მთავარანგელოზი მიქაელის ხილვის ხსოვნას. დღეს ციხესიმაგრეში მუზეუმია, რომელიც წლის მანძილზე მილიონზე მეტ ტურისტს სტუმრობს. დაკეტილი დაგვხდა. აქ არის მიქელანჯელოს ბოსეს ქანდაკება. ბაზილიკა სან პიეტრო. ეს არის ბოლო დღე ჩვენი მოგზაურობის და ახლა რაღაცებს მოყვები, რაღაცებს გაგიზიარებ, იმშთავებს, რაც გავიგე. დღის მანძილზე დაგროვდა. საინტერესო ცხოვრების სტილი აქვს, საინტერესო ცხოვრების წესი აქვს. აქვე უბანში ახლო ბარები ყოველ საღამოს დაახლოებით 9 საათის შემდეგ სავსეა ადამიანებით, როგორც ქალები, ასევე კაცები. უჭირავთ ხელში ფეხიანი ბაკლები, მიირთმევენ ღვინოს, ხმამაღლა საუბრობენ, ერთმანეთს რაღაცას უხსნიან, ერთმანეთს ასე ამ ფორმით ესიყვარულებიან. განსაკუთრებით მოიხინეს შაბათ საღამოს, აიტყობა წვირა დღე, რადგან დასვენების დღე თავისუფლებას აძლევენ, რომ კაი დრო გაატარონ. კვირას უკვე სიჩუმე იყო დილიდან, კვირას საღამოს კაფეები ღია არ იყო. ყველაფერი თითქმის იკეტება 9 საათზე, სუპერმარკეტები იკეტება, მეტროც ადრიანად ასრულებს აქტიურ მუშაობას, გვიან საათებში შეიძლება ამოსასვლელი ესკალატორიც გათიშული იყოს და იქ დაცვაც აღარ იდგეს. რაც შეეხება კვებას, საჭმელი, ძირითადი საჭმელი და ტრადიციული იტალიური საჭმელი სპაგეტი, პასტა კარბონარა, რაც ძალიან კარგია, პიცა 8 ევრო, 10 ევრო, 12 ევრო, 14 ევრო, 16 ევრო, შეიძლება ზოგან 24 ევრო რესტორნებში ასეთი ფასებია. სწრაფი კვების ობიექტებზე შეიძლება 10 ევროთ ის ერთი ნაჭერი მოხდა, ან 6 ევროთ იქვე გამომცხვარია წინასწარი და გაგიცხელებენ და მოგაწოდებენ. ასევე გირჩევთ შეჭამოთ აუცილებლად ნაყინი, განსაკუთრებით ხილის ნაყინი, ჯელატო. სხვადასხვა შეგიძლიათ ჩვენ სახზე ნახოთ ვიდეო პრაღის შესახებ, ვიდეო სტამბოლის შესახებ და გამოიწეროთ არხი, ამით ძალიან დაგვეხმარებით და ბევრ სტიმულს მოგცემთ. პროდუქტი მაღაზიაში საკმაოდ იეფია, არის მრავალფეროვნება. სუპერმარკეტები არის უბნებში, მაგრამ ისიც ძალიან ცოტა. გვიანობამდე ღია არის უფრო თურქების მაღაზიები, რომლებიც უბნებში ყველგან არის. ახლა რაც შეეხება სუვენირებს, არის კაროთ სუვენირების ყიდვა განსაკუთრებით ინდუსებთან, მაგათთან ვაჭრობაც შეიძლება ინდუსები და თურქები დგანან ძალიან ბევრ ადგილზე, როგორც ღიაცის ქვეშ, ვატიკანში და სხვა ტურისტულ ადგილებში, ასევე გახსენ მაღაზიები, ყიდიან ჩინურ პროდუქციას. არის იტალიური მაღაზიები შეგხვდებათ, სადაც იკითხავთ და შემოგთავაზებენ იტალიურ ნაწარმს, ის უფრო ხარისხიანია და უფრო ძვირის ღირს. ტრანსპორტს რაც შეეხება, მეტროს ქსელი ძალიან დიდია, ძალიან პირველ შეხედვით დამაბნეველია, არის 3 ხაზი, სადაც ჩვენი მოგზაურეთ, ხაზიდან ხაზზე გადასვლისას ყველაფერს აქვს წარწერა, ყველაფერს აქვს მითითება, როდესაც უკვე მიეჩვევა თვალი, იოლად გააგნებ ადამიანი, საიდან სადახვიდი, ან რომელი თუ მეტროდან ამოსვლისას სწორი მიმართულებით ამოხვიდე და არ მოგიძლიოს ზედმეტად ქუჩის გადაკვეთა თუ რაიმე კონკრეტულ ადგილზე მიდიხარ ამ მეტროთი. ავტობუსების დადიან, ტრამვაიც არის ქალაქში. მოკლედ ძირითადად ეს არის თითქმის ყველაფერი დავათვალიერეთ, რაც ჩვენ გეგმებში შედიოდა რომში, ნახეთ მუზეუმები, ნახეთ სხვა მნიშვნელოვანი შენობები, ტაძრებია ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით ინტერიერი არის ძალიან მდიდრული და ძალიან შთამბეჭდავი, ნებისმიერ ტაძარი, სადაც არ უნდა შეხვიდე, განსაკუთრებით ხოვანია გალობის მოსმენა. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა. აქ პინი დავამაგრე საქართველოს ადგილზე, რომ ჩვენ აქ ვიყავით. აბა, ვიქტორინოქსის დანა ვიყიდეთ 18 ევროთ. რომს მივდივართ საქართველოში, ახლა მოვედით ტერმინის წინ დგას ავტობუსები, რომლებიც ყოველ 9 საათში ან 45 წუთში ერთხელ შეიძლება უფრო მალეც გადიან აეროპორტისკენ. აი ეს ადამიანი ყიდის ბილეთებს, აქ შეგიძლიათ იყიდოთ 9 ევროს ბილეთი. არც ისე დიდი დრო უსუნდება და ახლოს 45 წუთში ჩავა. რომში ცხოვრობს 2.700.000 ადამიანი. ძალიან მეტროპოლიაში ცხოვრობს 4.500.000. ახლა იკეთება ჩვენი ავტობუსი და ჩვენ მივდივართ. ეს არის გამორჩეული შენობა, რომელსაც ეძახიან კვადრატულ კოლიზეუმს. ოფიციალური სახელწოდებაა იტალიური ცივილიზაციის სასახლე.
აგებულია იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის მიერ და იყო მისი პროპაგანდის ნაწილი, რათა ფაშისტურ პერიოდში შეექმნა ახალი მონუმენტური რომის სახე. ჩამოვედით ფუიმიჩინოს აეროპორტში. ახლა უნდა მოვძებნოთ ჩვენი ტერმინალი. არის ჩვენი ქუთაისი, მიზაირი. ასე რომ შეგედი ასაბა. რეგისტრაცია ველოდებით რიგში ჩატვას უკვე ფიფინავის პორტთან ვართ, შემოწმებაც და ავალ. თუთიფიში შევიძინე ლიმონის ლიქიორი პალინი. ეს რომში მზადდება, ძალიან ცნობილი ბრენდია. თუ აქ მოხდებით, თქვენც გიჩვენთ, გასინჯეთ, აგეუნეთ, შეფასება და მზეითი. Arrivederci Italia. აუ გათენება რო არ გავაკეთეთ კოლიზეუმთან. და ყველა დღეს ითვლება ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. და ესე იგი 60 ქანდაკება დგას ფაქტიურად შეგვიძლია თქვა რომ ყველა კაკაურობა. ამდენი ტიტველი კაცი ერთადერთი ჩემი ქმარია ჯაცმული. და ძალიან ჯიდი სიამოვნებით შემიძლია აგერ დავუზახო. კაცი. ვის სად? აი ხომრობა ის. რომელ ქოლანაშიც მივდივარ და ახლა პატარა ქუჩას ყველას ვიზოგან გავწვი ხოლმე ორი ხელის გაშვიაზე. ამ ქუჩას ვერ გავწვი. ჩვენ ახლა ესპანური კიბეებიდან ვია კონდოტის გავდით, მივყვებით გზას პიაცა ნავონამდე. ვისაც რომში მოგზაურობა გაქვთ გადაწყვეტილი, გირჩევთ იგივე გზა გაიაროთ ფეხით, რადგან თუ გინდათ რომი და იტალიური გარემო შეიგრძნოთ, ზუსტად აქ მოხდება ეს.